მოგესალმებით, მეგობრებო. შამთვარეზე მინდა გისაუბროთ რამის ოპოზიციური ენერგიებზე. ბევრჯერ მაქვს ამაზე ვიდეო სხვა კუთხით გაკეთებული. თუმცა, რადგანაც მაინც ბევრი ინფორმაციები არც მფარველ ანგელოზის ელენაზე არ არის და არც შამთვარეზე არ არის, თან მე 15 წლის განმავლობაში ძირითადად მაგ მიმართულებით მუშაობ. და ეს ჩემი დაკვეთა არ არის ხოლმე, როგორც წესი, ნებისმიერ საუბარს რო ვიწყებთ, გადიან ყოველთვის უკვე შამთვარეზე და ამის ზევით უკვე თეთრთვარეზე გავდივართ ხოლმე, ეს ხო ჩემი ყოველდღიურობა არის კონსულტაციებში და ჯგუფურ თერაპიებში, ასტროლოგიურ სკოლაში, მაგალითად, ძალიან კარგად იციან, ვინც ჩემთან ამყოფები არიან, ან იღებენ მონაწილეობას სხვა ტრენინგებში, პირდაპირ შამთვარეზე გავდივართ ხოლმე. ანუ ნებისმიერი მტკინვეული ემოცია, ყოველთვის შამთვარე და იქვე თეთრი მთვარის ენერგია არის ყოველთვის ჩართული. და ეს ყოველთვის სინთეზურად მიდის და ცოტა სხვანაირად მინდა აგიხსნათ. ეხლა განსაკუთრებით სადესაც, ანუ სატურნის პერიოდები გვაქვს ხოლმე, როდესაც ამ შამთვარესთან პირდაპირ შეხება გვაქვს, პირდაპირ შეხვედრა გვაქვს და ვინგრევით ხოლმე და ძალიან ღრმა მძიმე ემოციებში ვართ, არა და ძალიან მარტივია ხოლმე აქედან გამოსავალი. და თვითონაც ხვდებიან ხოლმე, რომ როდესაც აი შავთვარის შევეხებით და გგონია რომ ყველაფერი ჩამოინგრა, მე არ ვიცი ახალი რა გავაკეთო, საით უნდა წავიდე. ამ დროს ისეთ მარტივი არის გასაკეთებელი, ოღონდ ეგ უბრალოდ ვერ ხვდებით. როგორც წესი, შავთვარეს რაც შეეხება ხოლმე, ეს არის ჩვენი ჭრთილი. კარმულ ასტროლოგიაში წავიდეთ, შავთვარი არის სადავეცი, სულიერად, ჩემ წარმოდგენაში. ამ დროს იქ მაქვს ძალა და მე უარს ვამბობ ამ ძალაზე, იმიტომ რომ ისე მეშინია არ დავეცე, ანუ ისევ იგივე არ გავიმეორო. ანუ კარმული ასტროლოგიით წავალთ, შავთვარი არის საცდური. მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ მე თუ ამას შევეხები, საცდური იქნება და ისევ გადამაგდებს იმ მეორე უკიდურესობაში, ხო? და ამიტომ ჩვენ საერთოდ არ ვიყენებთ ამ შავთვარის ენერგიას. ამ დროს ჩვენ გონია რომ არ ვიყენებთ, სიამოვნებაში, აურაში, ენერგეტიკულ ველში, ძირითადად შავთვარი ტრიალებს. ახლა საინტერესო რაღაც მინდა გითხრათ, რომ როდესაც მოდიან პირად რუკაზე და აი ურთიერთობებში აქვს პრობლემა, ხო, პირად ურთიერთობებში. შავი მთვარი ჭრთილივით მუშაობს ძალიან მაგრად. მაგალითად, მე თუ ამ ენერგიას არ ვიყენებ, მე თუ შიგნით მაქვს ჩაპრესილი, ამ დროს ვიყენებ უბრალოდ მე თვალები მაქვს ახალი, ვითომ ვერ ვხედავ. ვითომ აქ პრობლემა არ არის, ამ დროს ძალიან კარგადაც არის. ზუსტად მაგიტომაც რომ ვერ ვიყენებ ამ ენერგიას, მე აგიხსნით უფრო მაგალითებში. და აქ მივდივარ მაგალითად და მხვდება ადამიანი, რომელსაც შეიძლება ან გავგიჟდე, ან შემიყვარდა ეს, ან იყოს ეს კარმული კავშირი მშობელთან, ან შვილთან მაგალითად, ხო? ან სიტუაცია შეიქმნა, უბედური შემთხვევა მოხდა, სადღაც რაღაცა მძიმე მოხდა ცხოვრებაში და როგორც წესი ეს არის ხოლმე კარმული, აი ზუსტად ის წრე. აი ეს შავთვარის ენერგია ზოგჯერ საერთოდ არაფერი არ ხდება და ცხოვრობენ ამ შავთვარის ენერგიაში. და სინამდვილეში ეს არის ზუსტად ის შინაგანი, მოდი ესე ვთქვათ, განცდები, შინაგანი დარგი, რომელიც არ მუშავდება და ამიტომ ცხოვრებაში მაგალითად პარტნიორი მინდა, რომელიც ამას განმისახიერებს, რისი აღებაც მე არ მინდა ხელში. ანუ მე თუ მეორე პოლარობაში ვარ, აუცილებლად მე ვნახავ ადამიანს, ვინც გამითამაშებს აი ამ ჩემს ქვეცნობიერში იმ დარგ მხარეს, ხო, სიტყვას. შესაბამისად, აუცილებლად კიდევ უფრო რეტრაუმატიზაციას ვიღებ აი ამ შავთვარის ზონაში, ზოდიაქოში. ეს არქეტიპულად რო გითხრათ, ხო, ზოდიაქის როცა გულისხმობ, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ესე რო გითხრათ სიმბოლიზმი. აი ამ ზოდიაქოს მიღმა რა სიმბოლიზმი იმალება, ხო? და ამ სიმბოლიზმს თუ გავყვებით, ყოველთვის აღმოვაჩენთ, რომ ამ შავთვარეს აქვს ოპოზიციური ენერგია. მაგალითისთვის რო გითხრათ, როცა არის შავთვარე ვერძის ზოდიაქოში, ეს არის მე ენერგია, ანუ ჩემს თავთან, მე მარტო მეშინია დარჩენის, ან პირიქით ვცდილობ, რომ დაუმტკიცო ყველას, რომ მე უშიშარი ვარ და მე მაგარი ვარ. და ამ ორ სცენარში იჭედება ადამიანი. სინამდვილეში არის მარტო დარჩენის შიშიც, პირობითად მარტო ფიზიკურად მარტოზე არ არის ლაპარაკი, თუმცა ესეც არის ხო. ან ჩემ თავთან დარჩენის შიში, პირადად ჩემ თავთან, ხო, ჩემ პირადი ინიციატივების მეშინია, ჩემ მარტოობას რო გაუსწორო თვალი და ამ მარტოობაში ჩემ შიშს რო გაუსწორო თვალი, ხო? ამიტომ მჭირდება თან აქ რა არის რომ რატო დადგა ეს საკითხი ვერძის შემთხვევაში, ხო, ესეთ პრობლემური, იმიტომ რომ სადღაც მე ავიღე ჩემ თავზე ის, რაც თურმე კარმულად არ მაქვს ჯერ გამომუშავებული.
მაგალითად, ჩემ თავზე ავიღე, ან ჩავარდი ისეთ სიტუაციაში, კარმულასტროლოგიით გიყვებით, წინა ცხოვრებებში სიტყვაზე, ჩავარდი ისეთ სიტუაციაში, სადაც მაგალითად მე დამაზიანეს და ვერ დავიცავი თავი. სადღაც მე სუსტი აღმოჩნდი, ხო, აი კიდევ ჩავშალოთ უფრო და უფრო. და ყველაზე საინტერესო რა არის, იცით, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს მართლა მოხდა თუ არ მოხდა, რომ ჩაუღმავდეთ ხოლმე ემოციებს, აქ ცხოვრობენ, ამ ემოციას ცხოვრობენ მაინც აი ამ ენერგიაში, პირველი სახლის შემთხვევაში ვაღოთ მაგალითად და არის შეიძლება ორი გამოვლენა. ერთი ადამიანი, რომელიც ვერ ცხოვრობს, ანუ იანური აქტიური ლილიტი აქვს და პირდაპირ იღებს ამ ვერცხლ ენერგიას, ამას ცხოვრობს, ან მეორე, რომელიც ოპოზიციას იყენებს, სასწორს. არის ძალიან უპრინციპო, არის მორგებული ყველაზე მაგალითად, არის მერყევი, ვერცხლets როგორ გადადგას ნაბიჯი მაგალითად, სხვებზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით პარტნიორზე არის ჩამოკიდებული ბრჭყალებში, ხო? ან პირადი ურთიერთობა იმისთვის სადღაც აი სერიოზული გამოწვევა არის, ხო? ეს ოპოზიციური ენერგია აუცილებლად აქტიურდება, ანუ მაგალითად თუ თქვენ ნახავთ ჩამოთვარე ვერტში, რომელიც არის გადამეტებულად გაშეშებული, ინიციატივო, არა აგრესიული, არა აქტიური, ხო? აი მშვიდი გაყინული. ეს სასწორში არის გადასული, ანუ თვით რეგულაციისთვის ის ხრთავს ეს ადამიანს სასწორის ენერგიას. ანუ ლილითს აქვს თავისი თვით რეგულაცია, ანუ მე რო ხედავ რომ სავარაუდოდ თუ კარმულასტროლოგიით შევხედავთ წინა ცხოვრებაში მე ვიყავი ზედმეტად აგრესიული, ზედმეტად კონფლიქტური, ან ზედმეტად ეგოცენტრული, ხო? იმიტომ რომ ვერცი არის მე ენერგია, მე ავიღე ჩემ თავზე იმაზე მეტი, შევქმენი ილუზია, რომ მე ძალიან ძლიერი ვარ. და ეხლა მე მეშინია ამ ჭრთილის და გადავდივარ მეორე ოპოზიციაში, ხო, მეორე პოლარობაში. ეს მეორე პოლარობა ყოველთვის არის სასწორული. და სასწორი არის მერყევი ჩვენთან არქეტიპულ დონეზე, ეს არის ხვებზე მიმართული პარტნიორებზე. ოღონდ თვითონ შავმთვარე ისედაც თუნდაც აგრესიული იყოს, თუნდაც იანური იყოს, ინურ ენერგიაში მაინც გადადის, მაინც ავტომატურად სასწორს გულისხმობს თავის თავში. რაც არ უნდა ლილიტი ვერძი იყოს მეომარი, მებრძოლი, დამოუკიდებელი, ყველას ვაკონტროლებ, ყველას მართავ, მაშინ აუცილებლად იქნება შინაგანი სასწორის ენერგია. სულ ცდილობს სხვებს მოусმინოს. აი ძალიან ადვილია ლილიტ ვერძზე ზემოქმედება. ისე გეუბნებით არქეტიპულად. იმიტომ რომ ის მაინც მასში არის სასწორი და არ არის ვერძი სინამდვილეში და ზუსტად რო სასწორი არის, ამიტომაც ენერგეტიკულ დონეზე სასწორული ენერგია, ანუ ის მაინც თავის თავს ხედავს სასწორში, საზოგადოებაში და თამაშობს ვერძს. რომ ვითომე ინდივიდი ვარ, ვითომე დამოუკიდებელი ვარ. ამ თამაშის სწავლაში მართლა ვამუშავებთ ამ ლილიტს ხოლმე, იმიტომ რომ პირველი დონე არის აი ზუსტად ის ძალიან დაბალ დონეზე ვინც არიან ლილიტი ვერძები, სტალინი რო იყო მაგალითად, ხო? ისა ჩამთვარებებს შეყავდა ლენინი, ბრაზით მოვიდნენ, ან არასუფთად მოვიდნენ პოლიტიკაში, ვიღაცები გაწირეს, ვიღაცები შესწირეს სიტყვაზე და აი ამით მოვიდნენ პოლიტიკაში, ესე არასუფთა გზები პოტენციურად არის ხოლმე ლილიტი ვერძის პირველ დონეს გულისხმობ. მეორე დონეზე სინამდვილეში აქ არის რომ ფეიკი, ილუზია და სინამდვილეში სასწორი ეს არის უკვე სუსტად სხვებზე დაყრდნობით. სინამდვილეში მასში არის სასწორის ენერგია, ხო? აი ეს ენერგეტიკული ველი მაინც არ არის პირადი დრაივის, ის სხვებს დაასაქმებს, სხვებს დაადრაივებს. ლილიტი ვერძი ყველას მოხდავს თავის გარდა. ძალიან გაუჭირდება მარტო მიგზავროს სადმე მაგალითად, ხო? და თუ მგზავრობს, ის აქაც დაცვითი მექანიზმი არის, მე მარტო ვარ, აქაც ფეიკთან შეჯახება არის, რომ მე ვერძი მინდა დავინახო, მე სასწორი არა ვარ. ანუ ეს ამასაც დააკვირდით, მეც მაგალითად ჩემ შავთვარესთან სულ ოპოზიციურ ენერგიაზე გავდივარ და ძალიან ბევრ განსხვავებას ხედავ ხოლმე ჩემ ოპოზიციურ ნიშანთან და ზოგადად კლასიკურ ასტროლოგიაში ეს არის ოპოზიციური ენერგია, ეს მინდა განახოთ. კი, ჩანს სარკიდან, მაგრამ აი ძალიან გამაძებს ის ჩასვლა მაქვს და მაინც მინდოდა კი ხედავთ აქ, მაგრამ მინდოდა მენახებინა თქვენთვის.
ხო და აი ამ ოპოზიციურ ენერგიაში, როდესაც გავდივართ, ხომ უნდა ვსეირნობდე და ამას უნდა ვუყურებდე, მაგრამ ამაზე ვფიქრობ ხშირად. იმიტომ ვფიქრობ, რომ სულ ამ თემებში ვარ პირად კონსულტაციებზე ხოლმე, ძალიან საინტერესო გამოცდილებები მაქვს ხოლმე და მინდა ხოლმე თქვენს გაგიზიაროთ და აი ამ ვერძის ზონაში, აი თუ პირიქით სელენაზე ავალთ, აქ სელენა ვერძის შემთხვევაში, ავტომატურად მასში არის სასწორი. მაგალითად, სელენა ვერძი, სადაც ხდება ლიტი ვერძისგან განსხვავებით, არ უყვარს მას აგრესია, არ უყვარს მას კონფლიქტი, საერთოდ პირიქით ეს არის ყველაზე დიპლომატიური ენერგია. თვითონ დაძრავს თემას, თვითონ ლიდერი არის, ოღონდ არავის არ შეაწუხებს ამისთვის და არავის არ არის დაყრდნობილი სხვებზე. სუფთა ვერძის ენერგიას იყენებს, მაგრამ ასევე სხვებთანაც არის ძალიან დიპლომატიური, არ უყვარს კონფლიქტი, არავისთან არ შევა დაპირისპირებაში. ამიტომ, როდესაც მფარველი ანგელოზის კუთხით შევხედავთ, მასში ბუნებრივად არის უკვე ოპოზიციური ენერგია ჩართული. მასში ბუნებრივად არის თვითრეგულაცია, ანუ შექმნილი ეს ოპოზიციური ენერგია. ლილიტის შემთხვევაში ეს პირიქით ჩვენ გავბივართ ოპოზიციური ენერგიაში, ოღონდ იქაც ნეგატიურად, იქაც არასწორად. და იქაც დაბნეულები ვართ, ამას მიაქციეთ ყურადღება. და სიამტვრის ზუსტად ამ ოპოზიციით დარეგულირდება მეორეც. ანუ იქაც უნდა დავალაგოთ სასწორში საქმე ლილიტი ვერძი თუ ვართ და აქაც უნდა დავალაგოთ. ესე იგი, მთავარი ის არის, რომ მე როდესაც ვცდილობ, ჩამთვარე ვერტში თუ მყავს და ვცდილობ ვიყო აქტიური და ინიციატივები შევხედო სხვებს, დავანებო სხვებს თავი და პირადად ჩემ თავზე ვიყო ფოკუსირებული. მარტომ ვიარო, მარტომ გადავწყვიტო რაღაც საკითხები. მარტო ჩემ თავს, ჩემ სამყაროში ვიყო, ჩემი სამყარო გავასუფთავო. ხო, ჩემ თავში აზრები გავასუფთავო. ხანდახან არის ლილიტი ვერძის შემთხვევაში ახასიათებთ აი ძალიან არასწორი გადაწყვეტილებები ცხოვრებაში შეიძლება გამოვლინდეს, ძალიან არასწორი მიმართულებით წავიდეს, იმიტომ რომ თავის ზონას მართავს, გონებას მართავს ვერძი და ლილიტი აქ ატრიალებს ყველაფერს, შავმთვარე აქ ატრიალებს ყველაფერს და სასწორში როცა გადადის, ეს არის უკვე დისბალანსი, მერყეობა, როგორც კი პირადი ინიციატივების ჩართვა მოუნდება ადამიანს, ეგრევე მერყეობა ეწყება სასწორის. გავაკეთო, არ გავაკეთო, სხვას რა სიტყვიან, მე როგორ გამოვჩრდები, ხო, არა, ან თან დიპლომატიურად თუ უნდა თავი გამოავლინოს, იქ უცების ეს შეიძლება უტაქტოდ გამოვიდეს, ესეთი აგრესია შეიძლება გამოავლინოს. აი თუ არის პირველ დონეზე ხედავ ადამიანს შავმთვარე ვერტში ყავს და პირველ დონეზე არის, მე მაქსიმალურად აქედა ერიდეს პრინციპი. იმიტომ რომ ეს ჩხუბი კი არა, ზოგადად აგრესიული ადამიანი ჩემთვის ძალიან პირადად ჩემს გამოცდილებას გეუბნები. ვცდილობ ხოლმე უფრო მეორე დონეზე და მესამე დონეზე, ხო საერთოდ უფრო ვიურთიერთო ადამიანთან, ანუ ეს ჩემთვის დაცვით მექანიზმი არის სადღაც, რომ პირველი დონის ლილიტებთან არ გვინდა ურთიერთობა, იმიტომ რომ კარგი არაფერი მოაქვთ, სრული დარქი არის და სხვათა შორის, როცა გვაქვს ძალიან ძლიერი ნერვოზული ფონი არიან, შინაგანი დისკომფორტები, როგორც წესი ლილიტზე ძალიან უკვე პირველ დონე ლილიტზე ვზივართ ხოლმე და აქედან გვაქვს ეს მთელი ნერვოზი, მე თუ მკითხავთ ჩემი გამოცდილებით რამდენთან მიმუშავია, აქტიური ლილიტის პირველი დონე არის და ჩვენ შეიძლება იქ ფსიქოლოგთან წავიდეთ 1000 რაღაც ყველგან მივდივართ მაგ წერტილის გარდა. ამ დროს ზუსტად მაგ წერტილს უნდა შევეხოთ და იქ ყველაფერი გვარდება ხოლმე. ახალი სუნთქვა შემოდის, ახალი ენერგია შემოდის. ხო, იმიტომ რომ ეს ლილიტი ძალიან დიდ დოზით გვაკარგინებს ენერგიას და ამ შიში, ამ დრამაში კარგავთ ენერგიას და მიდის მე ფსიქოლოგიურად, აი ვეღარ უმკლავდება უკვე ფსიქიკა, აი ამ ჯიკაობას, ხო, შინაგან ფეიკს მოდი ესე ვთქვათ. ხო? ამიტომ ამ შემთხვევაში ვერძის ოპოზიციური ენერგია სასწორი, ეს არის მერყეობა, ეს არის ამბოხება პირად ურთიერთობაში ხშირად არის, ეს რომ მარტოც გამკლავდები, გაბედულების. თამაში ზუსტად იმიტომ რომ მე მინდა ეს დავამტკიცო, იმიტომ რომ შეგინთ არა მაქვს. ან მე სადღაც მქონდა ბრაზი მაქვს, სადღაც, იმიტომ რომ გვარში არის აგრესია. ლილიტი ვერძის შემთხვევაში სადღაც ეს ძიმე გამოვლენებაში უკვე დესტრუქცია არის გვარში, იყო ბევრი აგრესია, ბევრი ჩხუბი, ბევრი სხვის საზღვრებში გადასვლა
ანუ სასწორის ენერგია ავტომატურად ყოველთვის ჩართული არის. პირველ სახლში ყავს შავი მთვარე ავტომატურად მეშვიდე სახლსაც აქტიურებს და აქ არის აუცილებლად ოპოზიციური ენერგია ჩართული ყველა ვარიანტში. ავტომატურად, ოღონდ დესტრუქციულად ეგეც, რომელიც ხელს მიშლის, მერყეობას მაძლევს. სადღაც, იმიტომ სასწორის ფუნქცია რა არის, ხო? სხვებზე ვარ სინამდვილეში დამოკიდებული. საყრდენი არა მაქვს და სხვებში ვეძებ ამ საყრდენს და ეს სხვები ამისთვის მჭირდება, რომ შექმნა ილუზია, რომ მე ვარ თქვენი პრობლემების მომყარებელი, მე ვარ ყველაზე მაგარი, რომ ესენი ჩემთან იყვნენ, იმიტომ მე თუ შინაგანად მარტო დავრჩები, მე საერთოდ მოვირყევი, ხო? შინაგანი ღერძი არა მაქვს, მე ვერ ვეყრდნობი სრულად ჩემ თავს. ყველაზე კარგი გათავისუფლება ამისგან არის შეხება რეალობასთან, შეხვედრა ამისთან, ამ საგვარეულო აგრესიებთანაც, საგვარეულო დესტრუქციებთანაც და იმიტომ რომ იცით ძალიან აი ყველა ვისაც სელენა ვერტში ყავს, ახლა მე სელენა ვერტში ყავს და ახლა წინასაც ყავდნენ რამდენიმე და მე რო ვუყურებ ხოლმე, ისეთ რას ვეუბნებიან სულ ყველაფერს ვაპატევებ ადამიანს, ოღონდ კეთილი იყოს. ანუ მათ შიდებს რაღაც სუფთა ბავშვური სიკეთე. ცოტა სიშტერეც ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ ვერძებს ახასიათებთ ეს კეთილი სიშტერე, ხა იმას არ გულისხმობ. მაგრამ თავარი მათში რა არის, იცით, რომ მე აი ხშირად სრემლებიც წამოსვლია, თან ტყიულს შეხვედრიან, რომ აი ზუსტად ეს არა აგრესიულობა მე ძვირად დამიჯდა. ზუსტად ეს რომ ამას ვუფრთხილდებოდი, მე გადადიან თავის ლილიჩი. ანუ სელენას ვუფრთხილდებით, იქ გადავდივართ ლილიჩი. ამიტომ როცა შამთვარე ვერტზე ვლაპარაკობ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სელენას ადაყავს ადამიანს, იმიტომ რომ იმ სელენათი ავლენენ შამთვარეს. ყველა შამთვარე ვერტზე სხვადასხვანაირად მუშაობს. ყველას აქვს თავისი სელენა. აი იმ სელენას დაცვისთვის არის სხეული გათიშული. ვერძი მე სხეულის ენერგია არის. სხეულში რამდენად ვარ შემოსული, სიცოცხლე რამდენად მიყვარს ან არ მიყვარს. ცოცხალი ვარ თუ არა, ხო? აი გასხივებს თუ არა, ხო? ეს ცეცხლის სტიქია, ხო? აი აქ არის პასუხისმგებელი სელენა ამაზე. რამტომ მოხდა მე რას ვიცავი სელენაში, რომ დავკარგე სხეული და სხეული კუროს სხეულს არ გეუბნებით. ვერძი არის მე, როგორც თვითწმენა, როგორც ინდივიდუალიზმი, როგორც აი ხშირად სელენა ვერძებთან რომ მქონია სხვათა შორის გამონაკლისებიც ყოფილა, მაგრამ ლილით ვერძებთანაც მქონია ეს რომ აი დესტრუქციაში გადარჩენილან, დესტრუქციაში მე ბებია ჩემი იყო ლილიტი ვერძი, საერთოდ არ გავდა არავის, ანუ რაღაც კუთხით სელენა ვერც გავდა, მეორე კუთხით ან ჩვენ გვაქვს ხოლმე ლილიტი, როდესაც შეგვიძლია ის სერიოზულად სელენასავით ვამუშაოთ. ეს მაღალი დონე არის. სხვათა შორის ახლა დიდად ბებია ჩემი თითქოს არ იყო რაღაცა ისეთი, მაგრამ მე რასაც უკვირდებოდი მას, ანუ იმ კუთხით ვამბობ, რომ ეს უთერულად და ფსიქოლოგიურად არ მუშაობდა, მაგრამ ძალიან აღმავლიც ვერციც იყო, მაგრამ მაინც რო ვაკვირდებოდი, მან შექმნა საკუთარი მესგან, თუმცა ქონდა თავის პრობლემები, რომ ჩვენზე იყო ძალიან ჩამოკიდებული, ოჯახზე იყო ჩამოკიდებული, მაგრამ მაინც არ გავდა დიდად თავის გვარს. ანუ ვერტში დევს სელენას შემთხვევაში ისეთი ძლიერი ინდივიდუალიზმი, ერთები არიან, ერთი არის, ერთადერთი არის, მეტი ეგეთი არავინ არ არის. როგორც წესი, თუ ძლიერად აქვს სელენა გამოხატული ვერძი ადამიანს და ამ სელენას იყენებს, ეს არის ესეთი ადამიანი ერთადერთი, ერთი ეგზემპლარი, მეტი რო არავინ არ არის. ლილიტი ვერძის ძალიან დაბალი დონე არის, თამაშობენ ამ პირველობას, ოღონდ ეს ეგოს თამაშებია, სინამდვილეში იქ არ არის არანაირი ინდივიდუალიზმი, ხო? მეორე დონეზე მე შევხვდი ამას, რომ გატეხილი ვარ სადღაც, ყველა გატეხილები ვართ ლილიტის ზონაში, მაგრამ ისეთი ყვებით. და ეხლა რას ვაკეთებ, რომ ეს შევქმნა, ეს გავაძლიერო. მე ირთვება ის, რომ ესეთი მესხებს უნდა დავეყრდნო, უნდა შევხვდე, რომ მე ფეიკი არის ეს ჩემი ვითომ და ყვირალა მე. ხვდები, რომ მეც ადამიანი ვარ, მეც რაღაც პრობლემები მაქვს. ვიღაცების რაღაცას ვიმეორებ, ვიღაცებზე ვარ დაყრდნობილი, კარგი, ეხლა ნენელა რას ვაკეთებ, რომ ავაშენო ახალი ენერგია ამაზე. მესამე დონე არის უკვე, როდესაც მე ჩავხედე ამ ჩემს დარქებს თვალებში და მივხვდი, რომ მე ჩემი გზა მინდა ვიპოვო სადღაც, მივხვდი, რომ მე ჩემი გზა ის გზა კი არა, რომ ვითამაშო, არა, მართლა რეალური. უნდა შევქმნა სადღაც, აი სხვათა შორის მახსენდება რუდოლფ შტაინერი, ლილიტი ვერძი იყო.
და ადრეს ვილაპარაკე, მე მგონი რამდენიმე წლის წინანდელ ვიდეოში ვილაპარაკე. აქ ცხოვრობენ ესენი, აი ჩანს. აი მე რა ხდება? ხედავთ ალბათ. აი ჩემი კატა მე გიშდება. აი მე ესეთი ლამაზია. განახოთ. აი მე ძალიან საყვარლები არის. აი ზუსტად ჩემ სახურავზე ცხოვრობენ. და მე ვაიშლებიან, ვიყი ბრახა ბროხის მის ხალხი. დარბიან აქ სახურავზე, ჩემი კატა დარბის გაგიშებული. და იმას გიყვებოდით? მედია გავიხსენებ, რას გიყვებოდით. და ხო, მე რუდოლფ შტაინერს ვყვებოდი, ახლა გამახსენდა, ახლა ისე გეჭორავებით ხოლმე, თითქოს ტონად რომ აქ რა, არის და ერთული მაქვს ახლა რაღაც უამრავი ისინი მაგასაკეთებელი. ხო და რუდოლფ შტაინერი იყო შემთხვევით ვერ ჩიყავდა მას და ესე იგი ხო ყველას დაცხო. ჯერ რაღაცას გადავა შექმნეს. მე რა ყველასთან იჩხუბა. მე წავიდა მე ჩემსას გავაკეთებოს. ხაშეც გამოუვიდა, სელენა მერწყული იყო და ეს თავისი მთელი კოსმოსთან კავშირები და ეს რაღაცეები ორიგინალური გააკეთა. ოღონდ ესე იგი 62 წლის ასაკში მოგვიდა. მე მგონი, რომ დღეში რაღაცა 40 შეხვედრას აკეთებდა. ღამე 2 საათი ეძინა მარტო. ანუ ლილიტ ვერძული, სიგიჟეები ჭირდა. ანუ აი უსაზღვრო დიდი ენერგია არის. კიდე გამოჩნდნენ ჩემი მეგობრები. უსაზღვრო დიდი ენერგია, რომელიც თვითონ აზიანებენ თავის თავს. ანუ ეს უკვე დესტრუქცია არის, არის სხეულთან აგრესიაც, სადღაც ეს არის თვით დესტრუქცია. მე ამას ვაკურდები ხოლმე ლილიტ ვერძებს, რომ იმ ენერგია, იმ ხელა აქვთ არა. აი ეს არის ბრაზის, აგრესიის, აი ინიციატივის, აი ყველანაირი სხვათა შორის ჯექსონიც ლილიტ ვერძი იყო და ეს მადონაც ერთნაირად მერვე სახლში ყავდათ ორივეს და აი სულ რომ მოძრაობენ, სულ რო დრაივში არიან, აქ თითქოს სხეული თამაშობს იმ კომპლექსს, მაგალითად რაც შიგნით არის, ხო? და სელენა ვერძის შემთხვევაში ის არის საკუთარ თავსაც დაინდობს, საკუთარ ენერგიას უფრთხილდება და ის მოძრაობა მასში, რასაც ჩართავს მოძრაობას, ახლა თუნდაც 1200 ვიდეო მაქვს ჩაწერილი, ხო? არ მეზარება. არაფერი არ მეზარება ხოლმე სელენა ვერძებს, ხო? მაგრამ ეს არ დაზარება, არ არის რომ იქ სადღაც უბრალოდ ცეკვაო სიტყვაზე, ხო? ანუ სელენა ვერძი თუ რაღაცას აკეთებს, ეს რაღაცაში დევს მართლა ენერგიას, ეს უბრალოდ არ არის. ნუ კარგ შემთხვევაში თორე პირველი დონის სელენაც არსებობს და პირველი დონის სელენა ყოველთვის მუშაობს ლილიტივით. ესეც დაიმახსოვრეთ. უბრალოდ შეიძლება იმან დიდად არ გააფუჭოს რამე, მაგრამ პირველი დონის სელენა ავტომატურად პირველი დონის ლილიტს უდრის. ესეც დაიმახსოვრეთ. და აი ამ შემთხვევაში ძალიან განსხვავდება ეს ენერგიები, ხო? ანუ ხანდახან ლილიტის ზონას რო უყურებთ, აი უძირო ორმოსავით არის რა, რომ ესეთი მეც ახლა ჩემ ლილიტზე ზოგჯერ მაგ განცდა, რომ ამას ვერასდროს ვერ გამოვასწორებ, ვერასდროს ვერ დავინახავ, სად მაქვს პრობლემა, ხო? აი ანუ როგორ აღვადგინო ბალანსი. აი ზოგჯერ აქამდე მიდივართ ხოლმე, მაგრამ ყველაზე საინტერესო ეს არის, რაც უფრო სელენაზე გადავდივართ, ავტომატურად ლილიტის ზონას იწევს ზევით. ეს მნიშვნელოვანია, ამიტომ ლილიტით კი არ ვამუშავებ სელენა, ეს ლილიტ, სელენათ ვამუშავებ ლილიტს. აი ახლა რო გადავიდეთ კურო მორიელის ხერხზე მაგალითად, ხო? ახლა შამთო, ბოდიშ, მოდი აი ესე გავაკეთოთ, ახლა სასწოროსაც ავხსნი, სასწორი ლილიტი, რა არის, ხო? ეს არის კლასიკურ ასტროლოგიაში პარტნიორობის ლილიტი, ქორწინებაში არ უმართლებთ, კლასიკურად თორე შეიძლება უმართლებდეთ და პირიქით ზოგჯერ არის რომ ლილიტი გაძლევს სერიოზულ ბონუსებს და ძალიან კარგი პარტნიორით გყავდეთ, ზოგიერთი ძალიან საყვარელი, ძალიან კულტურული, ანუ აქაც დონებს გააჩნია, ხო? მაგრამ თუ არის პირველ დონეზე რომ გაგვექცევაო ლილიტიო, რაცა ვამბობ, მე ვიცნობ რამდენიმეს, ესე კი ჩემი, ხა იუპიტერის ასწორი ვარ და ისეთი არადიპლომატი შეიძლება იყოს ადამიანი. აი ვერძი ხდებიან. ლილიტი ვერც ზოგჯერ მგონებია ადამიანი, რომ ლილიტი სასწორია და დამინახავს, რომ ზოგჯერ მგონებია, რომ ლილიტი ვერძია და ლილიტი სასწორი ყოფილა. ქალები ხშირად უფრო მეტად არიან ეს. უცებ. ისე უხეშად გეტყვიან. ისე, აი რატო გეუბნებით, იცით? აი სელენა სასწორი, ვითი განსხვავდება, თქვათ ეწყინა, რაღაცა არ მოეწონა, ძალიან კულტურულად, ისე ლამაზად აგიხსნის, ისე დახვეწილად აგიხსნის, გულზე არ მოგხვდება, უხეშად არ იქნება ეს, ხო? ესა განსხვავება სელენასა და ლილიტს შორის. აქ ფსიქოლოგიური ხა
ჩემი საზღვრების დაცვა რომ მე უნდა ვთქვა, ეს სხვა დონე არის, ეს პლანეტების დონე არის. მე გიყვებით სერიოზულად ენერგეტიკულად. შეიძლება იგივე სხვა ადამიანმა თქვას, მაგრამ ეს არ იყოს ესე ტლანქად და უხეშად ნათქვამი, ხო? ლილიტი საერთოდ სხვა შრე არის, ფსიქოლოგები ის დიდი ნაწილი აზე არ არიან, ხა ჩვენ რა შეიძლება ლაპარაკობთ, ჩვენი უპირატესობა ეს არის. და არის ხა თუ არის პირველი დონის ლილიტი სასწორი, შეიძლება აი თან უცებ დიპლომატიურობა შეიძლება გეთამაშოს. ყოლია ნაცნობი სამეზობლოში მყოლიან ესეთი ქალები სხვათა შორის. უცებ არაფერ შუაში დაგეჯახებიან, უცებ ისეთ უტავტობას გეტყვიან, მერე უცებ ისევ დიპლომატიურები გახდებიან. ანუ ცოტა დისბალანსი არის აქ სასწორის შემდეგ ვერტში გადახტებიან, ვერტის მერე სასწორში გადახტებიან. ანუ ლილით სასწორსაც ავტომატურად უყურებ ალებადი მეთქებადი ენერგია სადაგით ეთქდება ხელში არ იცი. თუ პირველ დონეზე არის ადამიანი. თუ მე ხა კაცები ცოტა სხვანაირად არგლენენ. თავს კაცი ლიტი სასწორი ეს არის ხშირად უინიციატივო ოჯახში ყველაფერს ტვირთს აძლევს პარტნიორს და თვითონ არაფერ შუაში არიან. ქალი ლიტი სასწორები ყველაფერს თავის თავზე იღებენ. ის გამოცდილება მინახავს. ანუ ტიპიური ვერძის ოპოზიციური ენერგია არის. ანუ თქვენ რო შეხედოთ ლიტ სასწორებს პირველ დონეს გულისხმობ. ეს არის ლიტი ვერძი. სადაც ეთქდება არის. მე ისევ სასწორს და გადავარდება მერყევია. სინამდვილეში ახლა რა ახასიათებთ ორივე საერთო. ორივე მერყევია. ამიტომ არიან აგრესიულები. ანუ შიგნიდან მე ვერ ხვდები, ახლა გავაკეთო არ გავაკეთო, სწორს ვაკეთებ არ ვაკეთებ. ანუ ყოველთვის არის ლიტი ვერძი, ლიტი სასწორი. მერყეობა და აქედან გამომდინარეობს აგრესიულობა. გადაუწყვეტელი არის. ორივეში დევს, ხა შიშრები ყველანი ვართ ჩვენი ლილიტებში, მაგრამ თავარი საფუძველი არის შიში. აი, მინახავს ძალიან აგრესიული ლილიტი სასწორი, ვუყურებ თვალებში და არის შიშარა, დაფეთებული. და ამის მიღმა რო შეხედავ ამ შიშის მიღმა, არის მერყეობა. აი, მე ვაკეთებ სწორს თუ არა და მე იწყება აგრესია. მე ხა განავითარ პირველ დონეზე ლაპარაკობ აქ და აი, როგორც ეს კატეგორია ჩემთან კიდე კაი არ მოდის. პირველი დონის ხალხი. იმიტომ რომ ძალიან ტოქსიკური დონე არის. ეს პირველი დონის ლილიტები არიან მანიპულატორებიც, ეს ფსიქოპათიური ტიპაჟებიც, აი არაფერი რო არ ესმით, ვერაფერს რო ვერ გააგებინებ და დაცვით მექანიზმებში რო არიან ჩამონტაჟებულები და რაღაცა, ეს პირველი დონე არის ლილიტის. აქ აზრი არ აქვს, არაფერს ლაპარაკს. აქ უბრალოდ აქედა ერიდო კატეგორია არის. პოლიტიკოსებში ხშირად კატეგორია არის ხალხი. როგორც ეს დონალდ ტრამპთან რო არის ლილიტი შილდოსადი არის და ყველა რო ესე ეპერფერება, ეგ პირველი დონე არის, აზრი არა აქვს, ხო? ეკთება. ეხლა, როდესაც გადავდივართ მაგალითად კურო მურიელის ღერძზე, მიხვდით, ხო? ეს აბსოლუტურად ოპოზიცია არის აქ ჩართული და ფაქტობრივად ჩვენ მარტო ერთი ლიტის დამუშავება გვიწევს, მეორეს დამუშავებაც გვიწევს ოპოზიციური ენერგია. ახლა კურო მურიელის ღერძი რო გითხრათ. ამით არის კუროში ავიღოთ, ხო? კურო ეს არის მეგობრებო სხეული, კომფორტი. და ყველაზე მთავარი, მე რასაც უყურებ ხოლმე, ვისაც ჩავიმთვალე კუროში ყავს, ეს არის ყველაზე გაქცეული თუ გვაქვს კურო, ყველაზე პირველ დონეზე ეს არის ძალიან ორიენტირებული ადამიანის სხეულებრივ კომფორტებზე. ოღონდ რამე არ შემაწუხოს სხეულზე და ყველაფერს გავაკეთებ. ეს არის უკიდურესად თან მორიელში გადავდივართ, უსაფრთხოება ერღვევა ავტომატურად და ეს აკავშირებს მორიელ ლილიტთან. როგორც კი შეგრძნებებში სხეულში დისკომფორტები არის. მე მყავს ახლობლები, ლიტიკუროები, რომელსაც აი ხშირად ან სახლში არიან, ხშირად არ გადიან გარეთ სიტყვაზე. აი არ უყვართ ფეხი გავისვარო, იქ საცობში დავდგე, იქ არ მინდა, ანუ სხეულებრივ დისკომფორტებს გადამეტებულად განიცდიან ხოლმე, ვიდრე სხვა ნიშნები. სხეულს უვლიან განსაკუთრებულად, ან საერთოდ არ იციან მოვლა და მუდმივ დისკომფორტში არიან ამის გამო. ან ზოგი არის, რომ საერთოდ ვერ აღიქვამს სხეულს და მატერიას ზოგადად, მეტრო სხეულიდან იწყება მატერიაზე გასვლა. მატერია არის ჩემი რესურსები, ჩემი თვითღირებულება, ასევე რამდენი ვღირო არ ზოგადად და ასევე საგვარეულო კარმაში თუ შევხედავთ, ეს იყო ქონების, რესურსების არასწორი გამოყენება. ან გვარში აზე არ იყვნენ საერთოდ პრაგმატულობის, პრაქტიკულობის.
იყო რესურსები, მაგრამ არ იცოდნენ როგორ გამოიყენებინათ. ან ქრონიკულად არისო გვარში რესურსები ზუსტად იმიტომაც, რომ თავის შესაძლებლობებს არ იყენებდნენ სადღაც, ხო? ეს არის ძალიან ისეთი მიწის ენერგია, კურო და თვით გამოხატვასთან მიდის ეგრევე და რა განსხვავება არის ხა ლიტ მორილსა და ლიტ კუროს შორის და რა საერთო არის, ხო? აი თქვა ლიტ ვერდზე თუ განსხვავება სასწორთან მიმართებაში რა არის? სასწორი თუ ძალიან აქცენტირებული არის სილამაზეზე ან საერთოდ გაზზე არ არის სილამაზის და არ აინტერესებს. ლიტ ვერდზე საერთოდ არ აინტერესებს სილამაზე, ეს უხეში ძალიან ისეთი ტლანქი ენერგია არის, ხო? აი უხეშად შეიძლება ეს განსხვავება არის. მაგრამ ორივეს აერთიანებს სინამდვილეში მერყეობა. კუროს შემთხვევაში ეს განსხვავება არის ის, რომ მორიელს თითქოს არ აინტერესებს მატერიალური, მას უფრო ემოციური სტრუქტურა აინტერესებს, სიღრმე აინტერესებს, რაც კუროს არ აინტერესებს საერთოდ. კუროს ენერგია არის ძალიან უხეში და მატერიალური. ანუ კუროს ლილიტი თუ ეზოთერული ასტროლოგიით შევხედავთ, საკმაოდ ვამპირული არის, როგორც ლიტი მორიელი ასევე, ხო? ან დონორი არის, ან ვამპირი არის. რატომ? ოღონდ კუროსი უხეში ენერგია არის. ანუ შენ სხეულით იგრძნობ მასთან დისკომფორტს. ლიტ მორიელთან შეიძლება ენერგეტიკულად იგრძნო. ან ლიტ მორიელმა სრუტოს შენი ნეგატივი და დაგაჯდეს შენ. ან მასზე იჯდეს ეს ნეგატივი. ლიტ კუროც ანალოგიურად. ან არის ჩემში, მე თუ ძალიან ვარ კონცენტრირებული ჩემს სხეულზე, თუ ძალიან ვარ კომფორტზე ორიენტირებული, ესე იგი მე შესაძლოა ძლიერი მაქვს შიშები. შესაძლოა სხვის ენერგიას ვჯდები, ოღონდ ისე არაცნობიერად, მაგალითად, თუ მე ციცოცხლის სიხარული არ მაქვს, თუ ენერგია არ ჩქებს შემში, ანუ კურო რა არის? დგას ენერგია, ხო? დგას პირდაპირ. ესე იგი მე თუ დგავარ, ნელა ვიფიტები აქ ცირკულირება არ ხდება ენერგიის, ამას სხვის ენერგიაზე უნდა დავჯდე მე, ხო? ამიტომ არმულ ასტროლოგიაში ზოგადად კურო ერთ-ერთი ვამპირული ენერგია არის, ან თვითონ სხვის ენერგიას იზიდავენ, მაგალითად ვიღაცა მივიზიდო და მე მაცლიდეს ენერგიას. თუმცა კლასიკური ასტროლოგიით როგორც წერია, უფრო ლიტი მორიელიზე შეიძლება დაჯდნენ ვიდრე ლიტ კუროზე. იმიტომ რომ ლიტ კურო რა არის? იჭერს ენერგიას მთელი თავისი, არაფერს არ უშვებს ზედმეტს. ანუ ეს არის ვინც ტაროში ერკვევით 4 პენტაკლების მსგავსი ენერგია არის, რომელიც არ უშვებს, ხო? ფიზიკურ ენერგიასაც, აი ზედმეტად არ ადგება, ზედმეტად არ მიხვდება რაღაცა როა გასაკეთებელი, არ იჩქარებს, ეს არის ნელი დუნე ენერგია. ამ სინელეს აქვს თავისი დაცვითი მექანიზმი, რომ მე რაც უფრო ნაკლებად მიხვდები ზოგავ ენერგიას და მე ვის ხარჯებს ზოგავს, ხვის ხარჯებს ზოგავს, ხას უწევს მე რაღაცის გაკეთება, ხას უწევს აი ცხოვრების დრაივში ვიღაცა არის, მე არა ვარ, მე გაჩერებული ვარ. ან არის მეორე ლიტი კუროები, რომელიც მორიელზე ზიან, სუ დრაივში არიან გაჩერების ეშინიათ. ოღონდ ეს დრაივიც არის არაპრაგმატული, არაპრაქტიკული, ან სულ ეკონომიის დაზოგვაზე ორიენტირებული. აი ეს არის აქ ძალიან საინტერესო. ლიტ კუროს ეს ქალური არქეტიპი არის და შეიძლება გქონდეს ამ დუნე გაჩერებულ ენერგიაში ქალის არქეტიპის ამოტრიალება, მაგალითად, ხშირად შეიძლება გქონდეს პირად ცხოვრებაში პრობლემები, ქალურ ენერგიასთან ან მატერიალურ სხეულებრივ ენერგიასთან იყოს აქ პრობლემები. ბაზა არის მაინც უსაფრთხოება. მას ენერგიის დაკარგვის ეშინია, იმიტომ რომ და სხვის რესურსებზე ჯდებიან მე მარტივად ლიტი მორიელი. ანუ მორიელის ენერგიაზე გადადის, ანუ მე არა მაქვს საკმარისი ჩემთვის და ესე იგი სხვას უნდა გამოვართვა ენერგია. ეს გამოიხატება როგორ? რაღაცის გიკითხები? ესე იყო, არ ვიცი. და მე უკვე აი მაშინ მომყოფებ, ხო, ენერგეტიკულ დისბალანსში, ამით წაიღებ ჩემ ენერგიას. ან მაგალითად მიზიდო ურთიერთობა სიტყვაზე, სას არ გაფასებენ, ღირებულად არ გცნობენ სიტყვაზე. ეს უკვე აი მეორე მესამე დონე ლიტი კუროსი რო ავიღოთ, ხო? და აქ შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ მე მშვიდი ვარ, ჩემი სიმშვიდით და არიან ლილიტები, რომლებიც პირიქით ამ სილამაზეს აღმერთებენ, მონე იყო ლიტი კურო, თუ არ ვჩდები, თუ ვჩდები გადავამოწმებ მერე, იმდენი სრუტები მაქვს თავში უკვე, რომ აღარ არის გასაკვირი რომ ამერიოს. და ხელოვნების სიყვარული შეიძლება იყოს, შეიძლება
ქალური ენერგიას ძალიან დიდ მასში აყავდეთ, ხო? განსხვავება რა არის სელენასა და ლილით შორის? სელენა ყურო, მაგალითად ამ შემთხვევაში თვითონ მასში რესურსები არის ძალიან დიდი. მას შეუძლია უხვად გასცეს ეს რესურსები, ხო? და რესურსები რა? ეს არის სითბო. ეს არის სიყვარული, ეს არის მოთმინება. ლიტი ყურო კი არ ითმენს ზოგავს. განსხვავება ეს არის. აქ პირველ დონეზე ვლაპარაკ. ეს არის დაზოგვა და არა მოთმინება. კუმშვა, შეკუმშვა ენერგეტიკული და არა მოთმინება. აქაც გაითვალისწინეთ, რომ პირველ დონეზე ვლაპარაკო. მაგრამ მაინც იდეა ეს არის. ეხლა სელენა ყუროს რა ხასიათებს ასევე კარგი. ეს არის ადამიანი, რომელიც თუ ხალია განსაკუთრებით, ამ ხალურ არქეტიპს, კაციც რო იყოს, მასთან ყუდროდ ხარ, კომფორტულად ხარ მასთან. ლიტი ყურო სულ რო კომფორტზეა ორიენტირებული შინაგანად, ხო, მატერიალური, არ შემაწუხოს რამემ. ეს არის ლიტი ყუროს თავარი თემა, ან პანიკაში ვარდებიან მეორე სახლზეც, ახლა სახლები არ ჩამირთია იქ და მსგავსი არის მეორე სახლის პანიკაში შეიძლება ჩავარდეს სხეულებრივ დისკომფორტებზე. ვერ გაუძლოს უბრალოდ, ხო? იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ სხეულებრივ დისფუნქცია, ეს არის უსაფრთხოება და მერხვა რადიკალურად, აი ჩამოვიშალე. ანუ მორიელში გადადიან ეშინია ცხეულის და ენერგიის კარგვის, ეგრევე არის რაღაც ღრმა ტრამვა, არქეტიპულად მან გავდივართ და ტრამვებთან მივდივართ ლილითთან და სადღაც ადამიანისთვის სტაბილურობის დაკარგვა, რესურსების დაკარგვა ოდესღაც სიკვდილი იყო. ანუ მართლა შეიძლება სიმშილით მოხვდა ლილითი ყურო სადღაც, ხო? და კარმულ ასტროლოგიაში ბავშვობის ტრამვა აქტიურდება და ბავშვობის, ანუ წინა ცხოვრებების და აქ მოდის ეგრევე პანიკური შიში და მუდმივ დაზოგვაზეა ორიენტირებული. ოღონდ სიამტვილეში ზუსტად მაქედან მიდია მე მაინც კრიზისამდე, იმიტომ რომ ენერგიას თუ არ ცირკულირებად, მორიელურად თუ არ ვიყენებ, სელენა ყურო რას აკეთებს? ცვლის ენერგიას, ანუ მორიელსაც თავის თავში ატარებს, გაცვლის ენერგიას, მერე უკან ჩაატრიალებს და აი ეს ზევიდან რომ ჩამოდის ენერგია მიწაში ვუშვებ და ცირკულაცია მუშაობს. შესაბამისად აქ პრობლემა არ არის. ამიტომ რესურსები მოსდით სულ გახსნილი არის მიწისთვის, აი ეს ხელებით გახსნილი არის ქალურ დედამიწურ რესურსულ ენერგიებთან. ოღონდ რაღაცა თუ არ გაუშვი, ახალი არ მოვა. აი ეს შესაბამისად სელენა ყუროს ცირკულირება აქვს, მათ არ შეეშინიათ ცვლილებების, არ ეშინიათ რისკის, ავტომატურად მორიელს იყენებენ ისინი. აქედან მოსდით მუდმივად რესურსები. ლილითი ყუროს შემთხვევაში ეს რა არის, რომ მორიელიცას ეშინია ცვლილების სინამდვილეში და კრიზისის. ლილით ყუროსაც, ოღონდ ლილით ყუროსთან გადის შიში, ეგრევე იმასე რა ქვია იმას სიკვდილთან. სიკვდილი შიში არის. მორიელი აქტიურდება ავტომატურად. აი შემთხვევაში მორიელის შემთხვევაში, ხო? ანუ გავბივართ ჩვენ ოპოზიციურ ენერგიაში, მაგალითად ჩამთვარე მორიელისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ფინანსური სტაბილურობა ან ემოციური სტაბილურობა, ხო? მაგალითად არ გარისკავს ლიტი მორიელი რაღაც ძალიან სერიოზულ ხვის ფულით რაღაცას არ გარისკავს. სასიყვარულო სფეროშიც რაღაც სერიოზულს არ გარისკავს მაგალითად, ხო? იმიტომ რომ მისთვის სტაბილური ემოციები ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ აქაც საზღვრები იკარგება, რომ აქაც ეგზისტენციალური საფრთხე მოდის, რომ ენერგიას კარგავ. სხვისი ენერგია შეიძლება ვიცხოვროთ ჩვენ, მაგალითად ლიტი მორიელში ვისაწყოს მე ვისახლი ლიტი, ან ჩვენ მოვახდინოთ სხვებზე ზემოქმედება. და აქაც ყუროსავით არის ენერგია, ანუ ჩვენი ენერგია არის, ლიტი მორიელის ენერგია არის ძალიან დამრტყმელი, ძალიან მატერიალური, სხეულებრივათაც რო იგრძნოს სიტყვაზე ადამიანმა, ოღონდ მაინც ეს უფრო ღრმა სიღრმეს უკავშირდება. ლიტი ყურო კი არის ჩაღრმავების ინტერესის მქონე, თუ ყავს ახლა სატურნი მორიელი და დაღმავალი მორიელი, თორე ისე ლიტი ყურო ძალიან პრაგმატული არის, ძალიან პრაქტიკული არის. მას ნაკლებად, რომ რაღაც ეზოთერული ცნობიერება ქონდეს. ლიტი მორიელი ეგრევე წყალქვეშ ჩადის. ეგრევე არაცნობიერია ინტერესებს, ხო? აი ეს განსხვავება არის. სიღრმე აინტერესებს მორიელს, სიკვდილ სიცოცხლის თემა და რა არის ლიტი თან გვეშინია და თან გვინდა. ეს არის საინტერესო.
და საბოლოო ჯამში აქ ლილიტი კუროსთვის ემოციურად მნიშვნელოვანი არის სხვის რესურსებზე, სხვის ფულზე იჯდეს და ეს არის მისთვის სტაბილურობა, მაგალითად, და მორიელის ზონაში გადადის და ლილიტი კუროს მორიელისთვის მნიშვნელოვანი რა არის? ახლა ყველა ლილიტი მორიელი, უმეტესად მეც მაგალითად ძალიან პრაქტიკულად ვიყენებ, ერთ-ერთი ჩემთვის არის დაგრაუნდების ტექნიკები, მიწაზე მყარად დგომა, სხეულთან კონტაქტი, მე რატომ მომეწონა გეშტალტი მაგალითად, ხო? იმიტომ რომ ჩვენი თვითრეგულაცია გადის კუროს ენერგიაზე. ანუ კუროში უნდა შევიდეთ, კარგი კუთხით, ოღონდ სიმშვიდე წამოიღოს ლილიტმა მორიელმა. ის სიმშვიდე ჭირდება მას დაგრაუნდებული დედამიწაზე რომ მყარად დგახარ. ლილიტ კუროს ჭირდება უფრო მეტი ექშენი, უფრო მეტი ემოცია, ხო? და ხშირად ოპოზიციურად ხვდებიან ერთպես. მე ძალიან ბევრი მეგობარი ლილიტი კურო მყავს. ან ლილიტი მეორესახლელი, ან ლილიტი კურო. მე მათ ხედავ, რომ აი ეს გაჭედილია ტრანსფორმაციაში ენერგია, უჭირთ დაძვრა. ისინი აი იმ სიმშვიდე, იმ სიმყარეს მაძლევენ, რაც მე არ მაქვს მაგალითად, ხო, სადღაც. ამიტომ ოპოზიციური ლილიტებში ყოველთვის მეგობრობთ. ზოგჯერ ქორწინდებიან ოპოზიციური ლილიტებში, იმიტომ რომ მან კარმულ კვანტს ხედავენ, ანუ სადღაც მე შემიძლია ჩემი ოპოზიციით დავაბალანსო ჩემი თავი ენერგეტიკულად. ამიტომ ლილიტი მორიელებისთვის ერთ-ერთი ყველა საუკეთესო სხეულზე ორიენტირებული თერაპია არის მიწასთან კონტაქტი, სხეულთან კონტაქტი. ლილიტი კუროსთვის წყალი ერთ-ერთი საუკეთესო არის. ემოციური გაცოცხლება, დრაივი, ემოციებით ცხოვრება და არა სულ ამ უსაფრთხოებაზე და სხეულზე ზრუნვა. და აქ შეიძლება ლილიტი კურო ობსესურად, მორიელურად, ობსესურად ზრუნავდეს სულ სხეულზე. რომ ვაიმე არაფერი არ დამემართოს, ჯანმრთელად ვიყო, კარგად ვიყო, მყავს მეგობარი, ლილიტი კურო, რომელსაც ძალიან უჭირს, ხო გეუბნებით, აი ფიზიკურად თაში რო წავიდეთ, რამდენჯერ შემოთავაზებია და ეს მისთვის ძალიან დიდი დისკომფორტია, სხეულის დატვირთვა მისთვის დისკომფორტი არის, რა სადღაც მთაზე ავიდეს სიტყვაზე, ხო? ანუ სხეულებრივ დისკომფორტებს ვერ უძლებს. ლილიტი მორიელი ემოციურ დისკომფორტებს ვერ უძლებს. ეს არის განსხვავება, მაგრამ ამ ემოციების დისკომფორტის დარეგულირება სხეულით შეუძლია და სხეულის დისკომფორტების დარეგულირება ფსიქოლოგიური მოსმენით შეუძლია ლილიტ კუროს. ხო ხდებით? ეს არის ყველაზე საინტერესო. ამიტომ აქ მინდა ახლა გავჩერდეთ, შემდეგ დღეებში კიდე შემოგთავაზოთ, მე ზოდიაქებზე მინდა საინტერესო ციკლი დავიწყო. სხვათა შორის ერთი მინდა და მითქვა თქვენთვის, სხვაჩვენს ვაპირებ ახლა სექტემბრის შუა რიცხვებში ასტროსკოლას რო დავასრულებ, კაი ტრენინგი გავაკეთო, მალე დავდებ ივენტს ლილიტის დამუშავებაზე. ხშირად ვაკეთებ ამას, წელიწადში ორჯერ ვაკეთებ ხოლმე ამ ტრენინგს. ლილიტის დამუშავება პირადი რუკებით გავდივართ ხოლმე, ჯგუფში 5 კაცზე მეტს არ ვიყვან როგორც წესი და ეს არის ინდივიდუალურად, აი ეს ჯგუფში ინდივიდუალურად პირად რუკებით, მონაწილეთა პირად რუკებით სესიებზე გვაქვს პირდაპირ ლილიტთან შეხვედრა. ეხლა ეს შეხვედრა ისე კი არა რომ გული გაგვისკეს პირიქით, აი ზუსტად რესურსულად გვაქვს მისვლა ამაში, რა ვიცი, რამდენი წელია ვარ და ეს ჩემთვის ყველაზე ეფექტური, ყველაზე სასიამოვნო პროცესი არის, მაქვს იუპიტერის დამუშავებაზე დაანონსებული, სხვაშორის წინა ასტროსკოლის ძალიან საყვარელმა გოგოებმა შემოთავაზეს გავაკეთოთ ეს ტრენინგიო და ამასაც ვაკეთებ სექტემბერში მექნება ორი მნიშვნელოვანი ტრენინგი, ვისაც გაინტერესებთ. და აი ამ ლილიტურ ენერგიაზე დააკვირდით მეგობრებო, ახლა ვინც პირადი რუკები იცით, მაგალითად თერაპიულად მუშაობთ თქვენ თავზე, აიცით როგორ ინფორმაციებს გაწვდით, თერაპიულად რომ აქვს ეს გავლილი, დამუშავებული ნაცხოვრები და ერთს გეტყვით, სხვათა შორის ლილიტ მორიელს ახასიათებს დიდი დრამა, იმედ გაცხრუების, ესე რომ ვთქვათ, ძალიან უჭირს რაღაცის გაშვება, ემოციის გაშვება, თუ რაღაცა ეწყინა, ამას ვერ უშვებს და ლილიტი კუროც ენერგიას ვერ უშვებს. ანუ სხეულიდან ენერგია იქნება, ეხლა გადავხდი სხვა თემაზე, მაგრამ მე შემაწუხებს რო არ გითხარით და ჯობია თქვა. და ერთი ეგ არის, რომ მე რასაც ვაკვირდებოდი, მორიელის შემთხვევაში ეს არის შეკუმშვა, ძელი წყენის, ძელი ემოციის, ნდობა არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წყენა რა არის სინამდვილეში, ეს არის ძალიან პრაგმატული, ანუ კუროს ენერგია ირთვება, რომ მე აქ არ მექნება ის ნდობა, ანუ სტაბილურობა. და აი აქ უჭირს ზუსტად აი ამ დრაივში შეცვლა, არ ვიცი რა იქნება.
და ლიტიკურ შემთხვევაში ესეც შეკუმშვარი ენერგია არ დავხარჯო, არ ჩავდოვეთ რესურსები, სადაც შეიძლება განიავდეს. ერთი ჯოხის ორი ბოლო. ოღონდ ცოტა სხვადასხვა ბევრი განსხვავებაც არის აქ, მაგრამ არსი არის ენერგიის შეკუმშვა. ენერგია, რაც არ უნდა დრაივში იყოს ლიტი მორიელი, რაც არ უნდა ბევრ საქმეში იყოს სიტყვაზე, მორიელი არა მიზნები, შორი მიზნები. არ რისკავს, არ აკეთებს ამ ყველაფერს, გაფანტულია ენერგია, შეკუმშული არის, ხო, გაფანტულია, მაგალითად, ენერგია შეიძლება ცირკულირებდეს, მაგრამ ან ვიღაცებს ათრევდეს, ან ვიღაცებზე ხარჯავდეს ენერგიას უაზროდ, ლიტიკუროთ, სულ ენანება უაზროდ არ გადავყარო დრო, უაზროდ არ გადავყარო ენერგია, იმიტომ რომ კარმულათაც და ფსიქოლოგიურადაც გამოცდილება ეს აქვს, რომ ორივეს ახასიათებს ერთი რამ, თვით ღირებულების და ზოგადად ენერგიის და ღირებულების ნიშანი არის და ორივე ღერცში იკარგებიან. ორივე უყაირად თუ არიციან საკუთარი თვითღირებულება, არიციან საკუთარი ენერგიის ფასი და საზღვრები არ აქვთ, ენერგეტიკული საზღვრები არ არის აქ და ამიტომაც არის უსაფრთხოება, ეს ფიქსირებული ნიშანია, ხო, უსაფრთხოება ასეთი მნიშვნელოვანი მათთვის მაგიტომ არის, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამას დააკვირდით მეგობრებო, ამ ყველაფერს თქვენ რუკებშიც, მე მგონი საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო, შემდეგ ნიშნებზე შემდეგ შემოგთავაზებთ კიდევ. აუცილებლად ჩაგიწერთ ხვალანზე, აუცილებლად ჩაგიწერთ, უბრალოდ ეხლა მართლა ძალიან დაკავებული ვიყავი. ცალკე სკოლა, ტრენინგები, კონსულტაციები, სწავლა ცალკე და აი ვეღარ ვიცლი ხოლმე, თორემ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს თქვენთან ეს ვირტუალურად კომუნიკაცია და ველოდები ხოლმე ძალიან თქვენ კომენტარებს მართალი რომ გითხრათ, ერთადერთი საშუალება ჩემი თქვენთან ურთიერთობის, თქვენი უკავშირის მიღების არის ხოლმე თქვენი კომენტარები, თქვენი ლაიქები და ძალიან მადლიერი ვიქნები. დროებით მეგობრებო.